მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ვარლამ ციკლაური დღეს ახალციხეში ნომერ მე-5 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა. ფოტოსურათებს მის სოციალურ ქსელში ავრცელებს. კანდიდატი წერს, რომ სკოლაში დეიდაშვილები და ბიძაშვილები მიაცილა, თუმცა საარჩევნო გარემოს საკითხების ექსპერტთა ნაწილის შეფასებით საქმე სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან გვაქვს, რადგან როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ვარლამ ციკლაური შეხვდა საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს. მან ასევე სასწავლო წლის დაწყების დღეს შეკრებილებს სიტყვით მიმართა. ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით პოლიციის ავტომანქანას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. შემთხვევა ასპინძის ქუჩის მიმდებარე დღეს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გვეუბნებიან, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. ვიდეო მასალას პარტია დრო ავრცელებს. მათი ინფორმაციით ხოშტარიას სახლთან დახვდნენ და წაიყვანეს. ხოშტარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მან მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო ბანერს რუსული ოცნება დააწერა. გამოძიებაც ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლითაა დაწყებული. აქვე გეტყვით, რომ იმავე მიზეზის გამო 9 სექტემბერს დააკავეს აქტივისტი მეგი დიასამიძე, ხოლო 12 სექტემბერს იგი 2000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გაანთავისუფლეს. დღეს სკოლა დაიწყო. ახალციხეში 525 პირველ კლასელი შევიდა. ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და 1 კერძო სკოლაა. განათლების სამინისტროს ცნობით წელს პირველ კლასში 42,000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7,000-მდე კერძო სკოლებში იწყებს სწავლას. ეს იყო ჩვენს ხელხარცებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.